შესალმებით მადაცემულო მაყურებლებო, ესეთი ღამის ექსკურსია მაქვს. ძალიან დამწყდა გული იმ ცნობაზე და ინფორმაციაზე, ბოლო ცნობები. გავრცელდა, რომ მათემატიკის მასწავლებელთა 99%-მა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისას. ანუ ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მე არ ვიცი, ეს შეესაბამება სიმართლეს, არ შეესაბამება. ალბათ საგამოცდო ცენტრის ოფიციალური მონაცემებიც იქნება. მაგრამ ბევრ ჯგუფში, სადაც არიან მათემატიკოსები, მათემატიკის მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის სურვილები, უკვე დაიწერა ეს შოკის მომგვრელი ინფორმაცია. ნამდვილად შოკში ვარ. არ მეგონა, რომ ასე მძიმედ გვექნებოდა საქმე. ეს მასწავლებლები არ უნდა დაგვავიწყდეს, ასწავლიან მომავალ თაობას და სხვა საქართველო არ არის, ხო? რადგან სხვა galaktikიდან ჩვენ მასწავლებლებს ვერ მოვიყვანთ. მართალია ბევრი დასცინის რაღაც ქილიკი დაიწყეს. კიდე შემოხაზეთ 41, მაგიდის ქვეშ თქვენ არ ვიყავთ. რა არის ეს ყველაფერზე არ შეიძლება ამ 41, 64, 69-ის, 17-ის აი ცოტა სერიოზულად რომ შეხედოთ საქმეს და ცოტა გლობალურად. მე არ ვიცი რა არის მიზეზი იმისა, რომ მასწავლებელმა არ იცის და ვერ აბარებს. ბევრმა თქვა, რომ ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, აი ნახეთ როგორ ახლა ჩამივლის, აი ძალიან მაგარი ისა ძღოლი. აი მათემატიკის მასწავლებელი ასწავლიდა, რომელმაც არ იცოდა ამოცანების ამოხსნა სიჩქარეზე. ალბათ ბევრი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. შესაძლებელია, რომ ეს დამამცირებელი გამოცდები საჭირო არც იყოს. რადგან უკვე შეუშვი ეს მასწავლებელი კლასში და ეს მასწავლებელი ასწავლეს, ხო? უცებ იმის თქმა, რომ მოდი აბა ჩქარე ახლა ჩაბარე ერთი ორი გამოცდა, ერთი აბა გითხარი ახლა კომპლექსური რიცხვი რა არის და ის ვაიერშტრასის მეორე თეორემა რა არის. არიციან, აღარიციან. საჭირო არის წლის მანძილზე გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, რომ ტრენერებმა იარონ სკოლებში და კონკრეტულ სკოლაში ჩაატარონ ეს კონკრეტული წერტილოვანი მეცადინეობები, გაკვეთილები, ლექციები მასწავლებლებისთვის. მე რაც ვნახე ინტერნეტში, ეს არის რაღაც კატასტროფა, რაღაც კასტა არსებობს ამ კოუჩების, ტრენერების, რომელიც ფულს შოულობს მასწავლებელთა მომზადების ხარჯზე. ანუ ის მასწავლებელი, რომელმაც არ იცის პროგრამა, ის მიდის მეორე მასწავლებელთან, რომელმაც შედარებით იცის ეს პროგრამა და შედეგად ის იხდის ფულს, ის საწოდავი მასწავლებელი, რომელსაც ისედაც აკლია, ხო, ხელფასი, თავისი ხელფასიდან იხდის ფულს, რომ მოემზადოს მასწავლებელთან, რომელსაც აქვს რაღაც PDF ფორმატში ამოხსნილი წინა წლების მაგალითები, ყიდის ამ მაგალითებს, რომელიც ნაიკის საიტზე ისედაც ყოველთვის არის გამოქვეყნებული და მე მგონი მთელი ისტორიის მანძილზე რაც იყო, ხო, ეს მასწავლებლების გამოცდები ყველა არსებობს საიტზე, იძებნება, მაგრამ ისინი აკეთებენ PDF-ებს და ამ მასწავლებლებზე ყიდიან. ისედაც იმ მასწავლებელს თავის გაჭირვება ყოფნის თუ აკლია, როგორც გინდათ ისე თქვათ. და პლუს ახლა სთხოვენ, რომ შენ 59 ლარი გადაიყადე და მე შენ მოგცემ რაღაც 2021 წლის ამონახსნებს. და მე ის მასწავლებლები მიდიან, მე იძახიან, რომ
ვერ გაარკვიეს რა წერია ბილეთში, ის სამიანი იყო ხარისხის ნიშანი თუ იყო კოეფიციენტი, ხო, აი ცუდად იყო დაბეჭდილი და რაც ვნახე მართლა იყო ძალიან ცუდად დაბეჭდილი და იქ ვიღაც ქალი ამაყობდა იმით რომ ჩემი აკრეფილიაო ეს ყველაფერიო რა ვერ გაიგეთო, ყველაფერი გასაგები იყო. მოკლედ ძალიან ბევრი მოიცა ხო კვაფენილია უკაცრავად, ხო და რას ნიშნავს ეს გამოცდები, ხო და მასწავლებლები იძახიან რომ არ იყო პოზიტიური მანდ გარემო რომ დაგვცინეს, დაგვამცირეს რაღაც ხელსახოცები წაგვართვეს. ნუ დიდი იმედი მაქვს რომ მასწავლებლები რომლებიც თვითონ ჭყალებში ნადირობენ ეგრეთ წოდებულ შპარგალკებზე თვითონ არ შევიდოდნენ შპარგალკებით ხელში ხომ ამ გამოცდებს. ნუ მოკლედ ძალიან ცუდი შედეგია, ცუდი ფონია. მე არ ვიცი რა უნდა თქვას თუ ეს მართალია და 99%-მა ვერ გადალახა, ესე იგი ქვეყანას განათლების სამინისტრო არ ყოლია. რა ფორმებზეა საუბარი? რა ფორმები უნდა ჩააცვათ მაშინ ბავშვებს და სად მიყავთ? იქ სადაც არავინ არაფერს არ ასწავლის, სადაც მასწავლებელმა თავისი კომპეტენცია არის. ხო, რთული ამოცანები იყო, რას ლაპარაკობ? ჩვენ ხო ადვილებს ვაბარებდით, ხო? წლების განმავლობაში. ყოველთვის იყო რთული ამოცანები, ყოველთვის. მაგრამ მასწავლებელს ისევე როგორც მზარეულს, ისევე როგორც ექიმს, ისევე როგორც ოფიციანტს, ისევე როგორც მძღოლს აღარ აქვს ინტერესი არაფრის რომ ასწავლოს. აღარ არის ეს ენთუზიაზმი მაშინ, როდესაც ის ხედავს რომ დეპუტატს აქვს ხელფასი 14,000 ლარი და მერე ხედავს ამ დეპუტატების ჩხუბს პარლამენტში, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, მარტო ჩხუბობენ. როდესაც ის ხედავს რომ ბიზნესმენმა აიღო რაღაც ბანკებმა 2 მილიარდი დოლარი ნახეს რაღაც შემოსავალი 1 კვარტლის განმავლობაში. ეკარგება ყველაფრის ხალისი ამ მასწავლებელს ეკარგება და ნუ აი გაკვეთილიდან გაკვეთილამდე. პლუს ოჯახი ყავს მაგ მასწავლებელს, პლუს თავის საკუთარი პრობლემები აქვს, პლუს ჯანმრთელობა და გამოდის ისე რომ ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი მუშაობის. ნუ არ ჩააბარა გამოცდა და წავა საზღვარგარეთ, სადმე საბერძნეთში, თურქეთში წავა და იქ მოუვლის მოხუთ, სადაც არც ლოგარითმი არ დასჭირდება, არც სინუსი, არც კოსინუსი, არც კომპლექსური რიცხვი და ჩვეულებრივად დაჯდება იქ, სადაც მათემატიკა არ არის საჭირო. აი ესე იქნება ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, აი ეს იქნება ყველაფრის შედეგი. ეს არის შედეგი, ეს არის ჩემი კომენტარი. აი ახლა მე მივდივარ ჩემს საყვარელ მარიამ ბუკინისტთან და სხვათა შორის ძველი წიგნები მათემატიკაში და მომცეს შემიგროვა და თქვენც თუ ამოხსნით ამ ამოცანებს, მაშინ რაღაც შანსი გექნებათ რომ ჩააბაროთ გამოცდი. მე რო შევხედე მაგ ტესტს ძალიან ადვილად ჩავაბარე რაღაც ვერ აღებს, ხო? აჰა. მოიცა. ეძებს იმას, ქვია პულს. თქვენც ჩააბარებთ თუ იმეცადინებთ ძვირფასო მეგობრებო, ხო? ის ამოცანები რაც ნახე მე ტესტში, ხო? ამოხსნადი იყო სავსები და არ იყო არანაირი პრობლემა მაგ ამოცანების ამოხსნა, სხვათა შორის ბევრი ამოხსნიდა მაგ ამოცანას, ბევრი მოქმედი მათემატიკოსი და სამწუხაროდ აღარც წარმოებულს აღარ ასწავლიან, აღარც ინტეგრალს არ ასწავლიან და ესე დარჩნენ მასწავლებლები აბა დროებით.